ჯრუჭის შესათავზეით, ყვირილას სამხრეთ კიდეზე არის საჩხერი. წერდა ვახუშტი ბატონიშვილი. საჩხერიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 7 კილომეტრზე, მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს სოფელი სავანე, რომელიც აკაკის სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც სათვალდათვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც საუცხოო რამ არის. აქ ყოველი ქვა ისტორიას ყვება, ყოველი ბილიკი წინაპრების ნაბიჯებს ინახავს. სავანე ის ადგილია, სადაც წარსულის გამოცდილება და თანამედროვე ცხოვრება ერთმანეთთან ჰარმონიულად თანაარსებობს. სოფელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. სოფელში შემორჩენილია ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ორი ძეგლი, მე-19 საუკუნის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ჯვრისებრი ტიპის წარწერის გარეშე პატარა გუმბათიანი ეკლესია, რომელსაც ხალხი გიორგისეულს ეძახის. მე-17 საუკუნის კედლის მხატვრობა დაზიანებულია. სოფლის სიამაყეა წმინდა გიორგის სახელობის ერთნავიანი ეკლესია, უგუმბათო, საკვირველად შენებული, რამე თუ არს მთლად ქვისა კანკრიტურთ. აქ გაირბინა აკაკის უდარდელმა ბავშვობამ და მის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო იმან, რომ აკაკის ძიძა მანო სადუნიშვილი სავანის ეკლესიის წინამძღვრის სიმონ სადუნიშვილის ქალიშვილი იყო და ვინც ის რამდენჯერ შეხებია აკაკის ხელი ჩვენი წარსულის ამ დიდებულ ნაშთს. სავანის ტაძრის შესახებ გარდა წერილობითი წყაროებისა ჰქონდა შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. შესასვლელში არის წარწერა, რომ ეს აშენდა 1046 წელს შეწევნით გიორგი ერისთავისა და სავანის გლეხობის მიერ და მშენებელი იყო არქიტექტორი ხარაბა. ხალხში გავრცელებული თქმულების თანახმად ეკლესია აუშენებიათ იმ ადგილას, სადაც მეფის ჯარს გაუვლია, ფეხი გაუწმენდია და დიდი გორა დამდგარა. სხვა ვერსიის თანახმად აშენებულია ყველაზე მაღალ ადგილას, რომელიც მაშინდელი სოფლის ცენტრს წარმოადგენდა. ამასთანავე აქ იყო სანავი ადგილიც. გადმოცემით ტაძრის ასაგებად პასიეთიდან მოტანილი ქვები გამოუყენებიათ, რომლებიც უსახსრობისა და უტრანსპორტობის გამო ხელიდან ხელში გადაცემით მოდიოდა. ამბობენ, რომ თურმე მშენებლობის დროს დაღლილი მუშა ჩამომჯდარა ტაძრის ქვაზე, რომლის ნაკოლევი დღესაც ამჩნევია. წყაროზე ჩასულ მუშას, რომელსაც დიდი ქვემოსწონებია, ტაძარში აუტანია. ხონღაცის წყალზე უყოფილო ხელპირი დამიბანია, ტყუილად აქედან ასვლას ამ ქვის ატანა ჯობიაო. ქვა ამოტვიფრული წარწერით დაუდოთ სათემო ადგილზე დიდი ცაცხვის ქვეშ. უძველესი კელიებისა და სადგომების ნაშთები თუ ვიმსჯელებთ, აქ ადრე მონასტერი უნდა ყოფილიყო. ეკლესიას მთავარი შესასვლელი კარები სამხრეთით აქვს. მთელ სიგრძეზე გასდევს მე-17 საუკუნეში მიშენებული სტოა კარიბჭე, მხოლოდ ამ მიშენებულ ნაწილშია ფრესკის ფრაგმენტი, ფრინველის გამოსახულება. აქვეა პატარა ოთახი, ეგრეთ წოდებული საქალებო. შენობას აღმოსავლეთით 1, სამხრეთით 3, ხოლო დასავლეთით 1 სარკმელი აქვს, რომლის დაბლა დისკოს ნაცვლად ძლევამოსილების სიმბოლო ლომის რელიეფური ფიგურაა ჩასმული. ტაძარს 3 კარები ჰქონებია, ჩრდილოეთით კარები ამოშენებულია. დასავლეთით ვაზის კარები ამშვენებდა, რომელიც დღეს მუზეუმში ინახება. სამხრეთით კი მთავარი შესასვლელი კარებია. შიდა ინტერიერში სახეცვლილებებია. ამ კამპელს ქონა ერთი კარი მხოლოდ. აღსავლის კარი. სამხრეთი და ჩრდილოეთი არ ქონდა. ეს იყო აი ასე. ჰორიზონტალურად ასე და ზედიტო ეს ისე. მე ეს რომ აღლა ასიეს. ესენი გამოიყენეს ამაში. ეს ქვებია ჩანაკები და ეს ასაცხედავთ ან მასიურ ქვას არ ჩანაკები. ეს შეიცვალა 2010 როცა ეს აბაცია ჩაუდა ქართულ ბანკმა. იქვეა მე-19 საუკუნეში აგებული სამრეკლო, რომლის ზარები რუსეთთან შეერთების შემდეგ ჩამოხსნეს და წაიღეს. ეკლესიას გარედან შემოვლებული ჰქონებია დაახლოებით 1 მეტრის სისქის ქვის გალავანი. ტრის შემოსევის თავდაცვის ზღუდე, როგორც მამა ზოსიმი მკითხრა, დაგეგმილია გალავნის აღდგენითი სამუშაოები. ტაძარი აგებულია პატრიარქ ოქროპირ მეორის დროს იმერეთის ერისთავ-ერისთავის გიორგი ბრძანებით, არქიტექტორ ხარაბას მიერ. იგი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშთაგანია. გამორჩეულია პროპორციების ჰარმონიულობითა და დახვეწილობით, მორთულობითა და არქიტექტურის ორგანული შეხამებით. გეომეტრიული და მცენარეული მოტივებით შესრულებული ჩუქურთმებით შემკულია კარნიზები, სარკმელები და 2 პორტალის საპირეები. სამხრეთის პორტალი უფრო დიდი და მდიდრულია. კანკელის ნახევარსვეტები მოგვაგონებს იონიური და კორინთული სტილის ნარევს. და მინდა გესაუბროთ მე-11 საუკუნის გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ძეგლზე სავანის წმინდა გიორგის სახელობის საქტიტორო, ანუ საამშენებლო წარწერაზე.
ამ წარწერაში, რომელიც შესრულებული არის 1056 წელს, მოცემულია ორი არგვეთის ერისთავის სახელი. ერთი უშუალოდ აღმშენებლის გიორგი ერისთავ-ერისთავის და მეორე მისი ძმის არგვეთის ყოფილი ერისთავის ხურსის სახელები. სამხრეთ შესასვლელის ტიმპანზე ქტიტორის წარწერა გვამცნობს. სახელითა ღმრთისაითა მე გიორგი ერისთავ-ერისთავმა ავაშენე ესე, წმინდაი ეკლესიაი სავანისაი, სალოცველად სულისა ცოდვილისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ხურსი ერისთავისა და მშობელთა ჩემთათვის, გულზვიადისათვის და მარიამისათვის და შვილი ჩვენისა გოლიათისათვის და დედისა მისისათვის. წმინდაო გიორგი, მეო ხიყავ წინაშე ღმრთისა ამინ. იყავ ქრონიკონი 226, აეშენა მეფობისა ბაგრატ კურაპალატისა. როგორც წყაროებიდან ირკვევა, სავანისა და ქორეთის ეკლესიის ქტიტორი გიორგი ერისთავ-ერისთავია. პირველად ქორეთის ღვთაების სახელობის ტაძრის წარწერაში სახელდება დედა მარიამთან და ძმა ხურსთან ერთად. ქართლის ცხოვრების მიხედვით ხურსი ერისთავი 1021 წელს შირიმთან, რატი ლიპარიტის ძესთან ერთად დაიღუპა ბიზანტიელებთან ბრძოლაში. სიმონ აფაქიძის აზრით, ბაგრატ კურაპალატის მეფობის პერიოდში გიორგი ერისთავ-ერისთავი მხოლოდ ტაოს კარში მოიხსენიება. მისი აზრით, ზვიადი და გულზვიადი ერთი და იგივე პირია. ამ შემთხვევაში სავანის ტაძრის წარწერა ასწორებს ჩანაწერს ან გადაწერის შეცდომას. გიორგი, როგორც ჩანს, ბერად აღკვეცილა მეუღლისა და ვაჟის გოლიათის ნაადრევი გარდაცვალების გამო. წარწერაში, სადაც ნათქვამია შვილისა ჩემისა გოლიათისათვის და დედისა მისისათვის, წმინდაო გიორგი, მეო ხეყავ წინაშე ღმრთისა ამინ. დასაფიქრებელია, ეს გიორგი ხომ არ იყო, რომელმაც შემდგომ კათოლიკოსის ხარისხი მიიღო ნეტარო ქროპინის გარდაცვალების შემდეგ. სამხრეთით ორ ფანჯარას შორის ნიშში აღკაზმულობის შემსწირავის საურმა გაქუნისძის წარწერა იკითხება. წმინდაო გიორგი შეიწყალეს საურმა გძე აქუნისა და განუსვენეს სულსამშობელთა მისცაისა. ამის ეკლესიისა გებასა შესწირა აღკაზმულობა იმ მძიმე გოლიათის სულისათვის, ვინც წაიკითხოთ ლოცვასა მომიხსენიეთ ამენ გვეყან ჩვენ. წარწერიდან ვიგებთ, რომ საურმა გმაშინებაზე შესწირა საეკლესიო მსახურთათვის საგნები და ყოველგვარი ნივთი გოლიათის სულის აუხად, რაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი ორივე გარდაცვლილნი იყვნენ წარწერის შედგენისას. აქვე სამხრეთ-აღმოსავლეთის წარწერაში მოიხსენიება კვირიკე. დასავლეთის შესასვლელის ტიმპანის პირველ წარწერაში საუბარია ხუროთმოძღვარ ჰარავას და ერისთავ-ერისთავისა გიორგის შესახებ. სახელითა ღმრთისაითა მეოხებითა, წმინდისა ღმრთისმშობლისაითა, წმინდისა გიორგისითა, დამაყენა მე, სულითა საწყალობელი ჰარავაი, აღასაშენებლად წმინდისა ამის საყდისა, ადიდენ ღმერთმან გიორგი ერისთავ-ერისთავი, სალოცველად სულითა მათისათვის და მშობელთა მათთვის და გოლიათისათვის და დედისა მისისათვის. აქვე წითლად შეღებილ ადგილებში წარწერებია, რომელთა ამოკითხვა ვერ ხერხდება. ქტიტორის როლში გვევლინება თვით სოფელი სავანიც. აღმოსავლეთ ფასადის წარწერაში გიორგი ერისთავ-ერისთავი ამბობს, რომ მივეცა ამისა ეკლესიისა ნახევარი სავანისა სოფელსა, თანად ამიდგეს ოდეს შენებაი დავისყეთ მშობლითა, ღმერთმან უბედნიერე უკუნისამდე. გადმოცემის მიხედვით, განსაკუთრებით სამგვარს გამოუჩენია თავი ქავთარაძეებს, კუმლაძეებსა და ღონღაძეებს. მშენებლობის დროს ერთი მერელ ქალს ორნამენტიან ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური მოუტანია. მშენებელს ამ ხაჭაპურის მოხატულობა მოწონებია. ხალხმა ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე ამოკვეთილი ორნამენტიანი დისკო რატომღაც იმ ხაჭაპურს დაუკავშირა. ლეგენდაზეც იყო, რომ ქავთარაძეებმა ხაჭაპური მოიტანეს სადილის დროს ადრე, როცა ეს ეკლესიის ტაძარი შენდებოდა, მე წავდექი და გავაკეთე აი ამ ტაფაზე დიდი ხაჭაპური და მოვიტანე იმისთვის, რომ სიმბოლურად გამოჩენილიყო. წყაროები გვამცნობს, რომ შემონახულია მცირე ზომის სახარება, რომელიც აღნიშნული წლისა და ქართული ქრონიკონის ციკლის საფუძველზე მე-16 საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. მინიატურაზე გამოსახულია 4-ვე მახარებელი. სახელითა ღვთისათა, მამისა, ძისა და სულისა წმინდისათა, მეოხებითა წმინდის დიმიტრის შემოსილისითა და შეწემითა წმინდის ნიკოლოზე მღვდელმთავრისა, მე მერაბ კალმახენმა და ჩემმან თანამეცხედრემან ესე დავაწერინეთ წმინდა ესეს სულთ გამანათლებელი ოთხთავი სალოცავად სულისა ჩვენთათვის და სადღეგრძელოდ შვილისა. ქართულ ხელნაწერებში მერაბ კალმახელი არ მოიხსენიება, მაგრამ ოთხთავის დაწერის დროს ის ალბათ კალმახელების ციხე-სიმაგრის პატრონი იყო. მე-16 საუკუნეში სამცხე საათაბაგოდან განმოსახლებულ ქრისტიანებისათვის ერთგულ ქართველ თავადებსა და ფეოდალებს თან მოჰქონდათ საეკლესიო სიწმინდეები. ეს სახარებაც იმერეთშია გამოტანილი. კალმახელის წინაპრებიდან ცნობილია სულა კალმახელი, ბაგრატ მე-4-ის მომხრე ბაღვაშთა წინააღმდეგ ბრძოლისას, რომელმაც შეიპყრო ტყვედ ცნობილი ლიპარიტი და მისი ვაჟები
და ამით დაასრულა ძმათამკვლელი შინაური მტრობა. სრულიად იმერთა მამამთავარმა და ჩუჭის წინამძღოლმა ქავთარაძემ სვიმონ შეგწირე შენ სავანის წმინდა გიორგის ესე ხელწერილი სახარება სულისა ჩემისა საოხად ვინც და რამანც ძემან კაცისამან ესე შენ გაგწიროს ისიმს შეიშლება სჯულის ქრისტიანობისაგან შენდება ბრძანდა ღოვეთის გულისათვის. მართალია ეს სახარება სავანის წმინდა გიორგის ეკლესიისა იყო. მე წამოვიღე და ამისა ნაცვლად დავდევი იქ ამ ტანის სახარება ვერცხლის კუბოში ჩასმული თავისუფალი ვიქმენ მამა არქიმანდრიტის წყერვისაგან წერს ოქროპირმღვდელი წერეთელი. ეს სახარება დაკარგული ყოფილა ქალაქ თბილისში და მე ამოვიგე 1884 წელსა და ისევ შემოვსწირე სავანის წმინდის გიორგის და აწნურავი ნიკადრებს ეკლესიიდან გამოტანით. მოიდან ბატონო ესე იგი მე აქ ვიყავი მოსული რეზოლში და იქით რექტო ეს იგი მართალია არამეც იყო მაგრამ შემეშინდა ეს დიდი რომელიც იყო ავიღე და წავიღე სახში ჩუმაკრო და მაღალდი ოღონ არ ქონდა ყდა 13 საუკუნის პირველი მეორე თავიანთია ესე წაიღო და გაუკეთა აი ეს და მოაჭერინა და ასევე ეს არის ყველაზე ჩვენი ძირფასი ნივთი რაცაც ჩვენ ვფლობთ ეს დღეობით ასე წლები წლებს მისდევს დროის ჩარხი ტრიალებს 1700 წლიდან 1927 წლამდე პერიოდულად მოქმედი იყო ჩვენი ტაძარი. გადის დრო, ჟამთა სიავისაგან ბევრი ტაძარი დაქვრივდა, ხალხს ლოცვა დაავიწყდა, თუ დაავიწყეს. 1991 წლის 29 აპრილს მომხდარმა მიწის რომ დიდი ზიანი მიაყენა ტაძარს, დაზიანდა ეკლესიის სახურავი, კედლებზე არსებული ჩუქურთმები. 1994 წელს დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები და რასასიხარულოა რომ ამ დიდებულ საქმეში სოფელი ისევ ერთ მუშტას შეიკრა და ისევ თვალს და გულს ახარებს წარსულის უტყვი მემატიანე. ეს სულოლონე მოსნია სადაც არის ეს სულოლონე მორყეული იყო ხელი გამოწეული გადაწეული მე შიდა ბუდე ხო ამ უსუფთავო რომ მიაჯინო ვისგან არის შეხედე ეს უფრო ადრენა რესტავრაცია და ეტყობა მე გადაწყვიტეს ასე დატოვეს რა მიმდინარეობდა რესტავრაცია სამხატვრო აკადემიიდან ჩამოიყვანეს სტუდენტები 7 თუ 8 იყვნენ რა აქ ცხოვრობდნენ ამდღაც ერთი თვე ხარაჩო მოაწყვეს ეს სათითაოდ ინცესები რაღაც შეცელზე არის სათითაოდ ხიკეს ამოიღეს აქედან სახება დრონი მეფობენ და სავანის ეკლესიის კარი კვლავ გაიღო. 1998 წელს ღოთის კაცი მოერვინა სოფელს, მღვდელი მონაზონი არქიმანდრიტი ზოსიმე და დღესაც ისეთივე საეკლესიო რიტუალებს ატარებს ეს დიდებული ადამიანი, როგორც 1000 წლეულის წინ ტარდებოდა. ინათლებოდნენ და ინათლებიან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე თაობები, ჯვარს იწერენ მეფე-დედოფლები. აუარება მომლოცველი ჰყავს ამ წმინდა ტაძარს. ღოთის შიში გააღვივა ჩვენში სულიერმა მოძღვარმა. ჩუქურთმებში იწერება მამა ზოსიმეს ტკბილი და სუში ჩამწვდომი გალობანი. ტაძარში მოსვლის წუთიდანვე შეიყვარა იგი ხალხმა და რამდენადაც სასიამოვნოა მისგან საპასუხო სიტყვის მოსმენაც. იმდენად შემაღვარა თავის ოფენდა სავანები და ახლა ცხოვრება რომ არ ვიცი სასაც ასვლა არ მინდა არც მოგიგებს ასვლა საქონდაება ახლა მოგდი ახლა დავიმართო ასე რომ მიყვარხარ ყველანი და ვერნიერება რომ საფორობა დღესაც ამაყად დგას ტაძარი რწმენის განსამტკიცებლად ქართული ხუროთო მოძღვრების ქება დიდებად მისი მემკვიდრეობა ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენ ვართ ხიდი იმ თაობებს შორის რომლებმაც შექმნეს მომავალი რომელიც იგუგუნებს სამარადჟამოდ სავანის ტაძარი საუკუნეთა სიმშვიდეში ლოცვად ქცეული ქვაა რომლის კედლებში დრო ჩერდება მაგრამ გალობა არ წყდება შენს თაღებში მზის სხივები ჩუმადიდებს ბინას სიუ არ ხვევს ჩუქურთმაში საუკუნის სუნთქვას ზარის ხმაში იმალება შენი მაჯის ცემა წლებს სათქმელი შენს უბეში ჩვენთვის ბევრჯერ უთქვამს